გამარჯობა. ვიღაცამ პატივი დამდევით და აი ამ გიორგი გამსახურდია, სვიად გამსახურდია შვილს რამე ჩაუდეთ რა საინფორმაციო ღრუში. ახლა გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილის გამправებელი რა. იძახის რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ენით გაკეთებული განცხადება რომ ქართველებმა ბუდიში უნდა მოუხადონ ოსებს და აფხაზებს. ეს ყოფილა სიმხრიდან მოზომილი სახელმწიფოებრივი განცხადება და იქ ყუდები ვართ ჩვენ ყველა ვინც მაგას ვლანძღავთ. რა ვიცი ხა რა უნდა გითხრა. კარგად თქვა ბაბუაშენმა კონსტანტინე გამსახურდიამ ზოგიერთზეო გენი ისვენებს. მაგალითად ესეთი სუბიექტი ხარ შენ, რომელზეც გენმა დაისვენა. რა უნდა გელაპარაკო ბიჭო? მამაშენი მოკლეს პუტჩისტებმა. და შენ იმ პუტჩისტებს უძვრები ტრაკში და ლოკალ. ტრაკში უძვრები პუტჩისტებს. ბიჭო, მამაშენის იდეას მიუხედავად იმისა, რომ ცხონებული ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, კი არ გარდაიცვალა და მოკლეს რა, იმ ხალხმა შეხოთაშორის შენ რო დღეს ტრაკს ულოკავ. დღემდე ემსახურებიან და ამ იდეით ცხოვრობენ და შენ პუტჩისტების მიერ მოკლულ მამაშენს დღეში კლავ 1000 ჯერ. შენი მოღალატეობრივი უღირსი საქციელით. როგორ შეიძლება კიტოვანის ძაღლის გამსეირნებელი, რომელიც სამეგრელოს ატერორებდა კობაია კობალაძე, კოცებს ვეტერანთა დეპარტამენტში უზის და კაი ბიჭად მოაქთავი და შენ გამოდიხარ და ამათ ხელისუფლებას უჭერ დღეს მხარს და ტრაკში უძვრები რაღაცა კაპიკების გულისთვის. შენი წარსული კიდე ყველამ ვიცით აბსოლუტურად და არაფერს არ ვამბობ იმაზე რომ კოცების მიერ გაუბედურებული შენი ძმა ცოტნე გამსახურდია, რომელიც ღმერთმა კარგად ამყოფოს და გამოაჯამრთელოს, მაგრამ სამუდამო ინვალიდად დატოვეს, იმიტომ რომ ვერ შეირიგეს შენსავით და ვერ გახადეს ტრაკილოკიად, ხო? და შენ ეს ყველაფერი უყურებ, იცი და აი ესეთ რაღაცეებს კადრულობ და გონია ამას ვერავინ ვერ უყურებს. ჯერ იმ ნაცების დედაცვატირე, რომ ვინმე არ გაბედოს და არ თქვას, რომ ამას იმიტომ ამბობს, რომ ეს პრონაცია და რაღაცა. ნაცები თავის დროზე იყვნენ გასასამართლებელი, მაგრამ იმ ტიპმა დღეს რომ შენ ტრაკში უძვრები, ნახევარი სანაცეთი გახარ და დღეს აკოცეთი. და ესეთი ძალები მოგწონ შენ, ზვიად გამსახურდიას შვილს. პირველ ჯერზე იყავი, მაგრამ საფურთხებელი, როცა თქვი რომ ივანიშვილის ხელისუფლებაო, ზვიადის და მერაბის იდეების მომხრე ხელისუფლება არისო და ვინც პატივს ცემსო მამაჩემისო და მერაბის ხსოვნასო, აგერო ბიძინა ივანიშვილს შეუძვერითო ტრაკშო მაშინ ქონდა შენ მოსათხოვი. საერთოდ გარეთ ვერ უნდა გამოდიოდეს სირცხვილით. ბიძინა ივანიშვილი ვინ არის? აი შენნაირი ნაძირლები რო არ აძლიერებდნენ და მე ჩვენ გაგვიკვირდება რომ ვიღაცა მსოფლიო ჩემპიონი იყიდა და ჩაიდო ჯიბეში და ვიღაცა კიდე შტანგისტი და რეკორდსმენი ყავს იქ თავის პოლიტიკურ სიაში. მე მაგრად მიკვირს რომ აი ესეთი წარმატებული ლაქია რო ხარ, მაგათ სიაში როგორ არა ხარ. ხედავ, შენი ტრაკილოკიობით იმ მოცეულშიც არ შეგიყვანა, თვითონ რომ ძალიან მიახლოებული ტიპები ყავს. დადექი ახლა და იყავი მაგ ხურდების მონა. როგორ შეიძლება ახლა შენ და ზვიად გამსახურდიას ერთი სისხლი გქონდეთ. ამიტოა რომ ადამიანი ყოველთვის იდეით იცნობა მისი პირადი ღირსებით და არა ფეოდალური რაღაცა გადმონაშთებით და სისხლით და ხორცით და რაღაც. სასურველია სისხლი და ხორცი და გენეტიკა იმ იდეის და იმ სულის მიდრეკილი იყოს, რომელსაც ეროვნული აღიარება აქვს. არ შედეგი დაისვენა შენზე გენმა და ეგა. შეყვერო შენ იმაზე დიდი სამარე რა უნდა იყოს? შენი ხორციელი მამა რო ზვიად გამსახურდია და შენი სულიერი მამა ბიძინა ივანიშვილი. მიდი მიაკითხე და გვარსაც მოგცემს და გადაიკეთე გვარი გამსახურდია და ივანიშვილზე რა პრობლემა? შენაირ ნაბიჭვრებით სავს ეყავს მთელი პარტია.